საქართველოს პროკურატურამ არასწოვნის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებული ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად მოტყუებით მიიყვანეს თბილისში არსებულ ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში. ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით, ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ეგრეთ წოდებული ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. სამართალდამცავებმა ეგრეთ წოდებული დაჯგუფების ლიდერი და დანაშაულში მონაწილე 8 პირი დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად წინასწარი შეცნობით არასწოვანი პირის დამცირება არაადამიანურ პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელი სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.